გავიაროთ ეხლა და ავხსნათ რა როგორ მუშაობს. ყვება 9-დან 12 ვოლტამდეო ChatGPT-მ. მიკროფონი ხედავთ შედის insert-ში და გვაქვს output-ი, რომელიც უკვე შედის კომპში. ცოტა ფონავს. ნახეთ, ეხლა გავთიშავ, თუმცა კონდენსატორით დაწინააღობით ამ ფონს მე მგონი მოვგუდავ. აი ეს კომბის თავისი ფონი. აი ესეთი ცოტა რადიოს შიშინი მოემატა ოდნავ. თუმცა მაგას მიეხედება. ეხლა შემოვატრიალოთ კამერა. ესე იგი, ეს არის ეხლა რევერის გარეშე. ახლა დავიწყოთ დარეგულირება. სადღაც ერთი საფეხურით მოვუმატოთ ხმა. აი ეს არის ერთი საფეხური. ესა გათიშული. ერთი საფეხური. ორი საფეხური სადღაც. სამი. გავზარდოთ მეოთხე საფეხური. მეხუთე საფეხური. ეს უკვე ნამეტარი. მეექვსე ბოლომდე. აი უკვე ძალიან არის. სულ არაობას ჯობია. რაღაცა ინსტრუმენტებს რო დაედება, ცოტა შეივსება თვითონ ხმას სიგნალი ეს ვოკალი იქნება თუ გიტარა თუ ფანდური თუ რა ვიცი არ აქვს მნიშვნელობა. სულ ოდნავ შეიძლება მიქსში უკეთესობა მოიტანოს ამ რევერმა. ნახოთ, ბიუჯეტურია, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს. სწორად უნდა ჩართვა, დაერთება და გამოყენება, რაც მთავარი. აი მეგობრებო, სადაც ხედავთ ჯეკი. აქედან წამოვა სიგნალი, გაივლის რევერის პლატაში და ჩაფუნდება ამაში. ანუ return და sense ვიყენებ. მოუთ ნახეთ, ეხლა ეს ხომ ჩაიმალოს მიქსერში. აი ამ ჯეკის მხარე ეს არის პლატაზე. ამ მეორე ჯეკის მხარე კიდე აი ესენი. აქ მე მოვინიშნე ხა. შემავალი და გამავალი მხარეები მოვინიშნე. ხა მთავარია, ნახე, აქ იყო ლამპა. ეს ლამპა არის რომ გაანათოს მიქსერზე ხამე და გადავხსენი მაგის 12 ვოლტი აგერ არის და ახლა ამას რომ გავამუდმივებ და დავაკონდენსატორი ფავად 15 ვოლტზე და სტაბილიზატორს ავაწყობ რომ ჩამოვიყვანო სტაბილურ 12 ვოლტზე, მას სტაბილური დენი ჭირდება რომ ფონი არ კონდეს. მოკლედ ახლა მაგას ჩალიჩობ და ნახოთ რას ავაწყობ. აქ არის ადგილი სტაბილიზაციის, აქ დადგება სტაბილიზაცია და უკვე ჩვენი რევერის პლატა გადაინაცვლებს მიქსერის თავში. აი მეგობრებო, ავაწყე სტაბილიზაცია, ეს არის 78-12. აი ხა შევერთებ და დავტესტოთ ერთად გავიაროთ. წინიდან არაუშავს ლამაზია, უგიდან ჯოჯოხეთ. მაგრამ საქმეს გააკეთებს. ეხა იმას ავჩივარ მესი ლამაზას. ესეც ასე მიქსერისგან ცალკე 12 ვოლტი რაც ჰქონდა ცვლადი, გარდაქმნით მუდმივად 12-დან გახდა 15 ვოლტამდე, 15 ვოლტიდან ჩვენმა სტაბილიზაცია მიმუშავა. ნახეთ, შუპები შეერთებულია ტესტერზე და გვაქვს სტაბილური 12 ვოლტი. ეს უკვე კარგია. ეხა ისღა დაგვრჩენია. ეს სადმე ჩავამაგროთ აქ კვების მხარეს, სადღაც უნდა დავამაგრო ეხა ლამაზად და გამოვიყვანოთ და შევერთოთ ჩვენს პლატაზე. თან კიდე აქ ერთი საექსპერიმენტო რაღაცა არის. ეხლა მოვიძიე და ასეთი ინფორმაციას წავაწყდი. ნახეთ. აი აქ 27R. 27R წინაღობას თუ ამოვაგდებთ, აქ პოტენციომეტრისთვის არის 3 ის დატოვებული აქ ვია კონტაქტორი. აქ თუ დავსვავთ ჩვენ ეხლა 50 კილოომიან 10-დან 50 კილოიან რეგულატორს ჩვენ სიღრმეს დავარეგულირებთ ასევე რევერსას. მოდი პირველ რიგში ახლა ეს გავმართოთ, შევაერთოთ, დავაყენოთ, დავამონტაჟოთ და ამის დაყენება, დამატება პრობლემა არ არის. რა გამოგვივა ვნახოთ. ეხლა მთავარია ამას რაღაც ადგილი მოუძებნოთ. აქ კვების მხარეს არის დიდი ადგილი და სადღაც დავამაგრებ ლამაზად კოხტად და მერე უკვე ვნახოთ რა გამოგვივა. აი ესე გამოიყურება. საკმაოდ მყარია. დაერთებულია და მოკლედ ეხლა უკვე დავიწყე აწყობა.
ფანტომი გაუქმდა, ფანტომს მაინც არ ვიყენებ, ფანტომის მაგევად იქნება რევერის ჩართვა გამორთვა. ჩართვის მომენტში რა თქმა უნდა LED აინთება და აქედან დავარეგულირებ. მე უკვე ინდივიდუალურად გასწორდება იქეთან. ეხლა რო ახსნათ როგორ გამოვიდა. მოკლედ აი ეს იქნება master volume რევერის და ეხლა კიდე შეგახედებთ აქ რა ხდება. ეს კონტროლი, LED კონტროლი. ესე იგი, ძირითადი კვება რაც წამოვიდა, შემოვიდა აქ კნოპკაში. კნოპკიდან ეხლა აქ რეზისტორია მასში არ ჩანს, რეზისტორიც დავარდა ძაბლა დაეცა და ნატურას გვინთებს და პარალელურ რეჟიმში უკვე მოდის აგერ პლატაზე კვება. აუთი და ინფუტი გამოყვანილი მქონდა როგორც ნახეთ და უკვე შეერთებულია დასმული. ეხლა ავაწყობთ და ჩავთვოთ, ვნახოთ ერთად რა გამოგვივიდა. ასე გამოიყურება მეგობრებო. ავაწყეთ აგერ ესეც მიკროფონი შეერთებულია პირველ ახსნე და საუბრობ უკვე მიკროფონში. ეს არის უკვე მშრალი ხმა ეფექტის გარეშე. მოდი ეხლა ჩავთვოთ ეფექტი. ეს არის master ძირითადი, ასე რომ ვთქვათ, master-ი რევერი. კარგი, ეხლა ვსაუბრობ მიკროფონში. და ამ პირველ არხზე გათიშული მაქვს. იქიდან ჩართულია ჩვენი ეფექტი. ეხლა ვიწყებ უკვე ინდივიდუალური გახსნა ეფექტის. აქ გვაქვს ხმის ამწევი და პატარა კნოპკა. ხმას ეხლა აუწევ, ხმა არ ექნება, სანამ აქ არ ჩავრთავ. ნახეთ, 1 ჩაირთო. ეხლა რეგულირება რა როგორ არის, ნახეთ, უკვე უწევ და 1 ესე გაითიშა, ესე უკვე ჩაირთო. რა თქმა უნდა, აქედანაც ვარეგულირებ ხმის დონეს, რამ ხელაზე გაიხსნას, ან შევკვეცო. ეხლა უკვე გაითიშა. ეს ახლა მარტივია. შეგვიძლია ჩვენ გადავიდეთ ეხლა მეორე არხზე, ეს საერთოდ დავამიუტოთ, გადავიდეთ მეორეზე, ან მესამეზე, ან მეოთხეზე და ყველა არხზე გვექნება ინდივიდუალურად 1 2 3 1 2 3. ცოტა ბასი მოვჭრათ, ხმები გავხსნათ. აქ ჩართული გვაქვს და აუწიოთ 1 2 3. ნახეთ რა კარგია. დიდიცა ეხა ეს სიმღერაზე ემხელა რევერი არ არის საჭირო. 1 2 3 1 1. აჰა, მშვენიერია, მუშაობს, ხედავთ მეგობრებო. უბრალო მიქსერი იყო, არ ქონდა ეფექტი, დავამატე, მუშაობს წარმატებით, კარგად, ხორშიანად. ეხა გავთიშე, გაითიშა ეფექტი. აქედანაც დავუწიოთ, თუ არ გჭირდება. მოკლედ, რა ვიცი, მე მგონი არ გამოვიდა ცუდი ვიდეო, ყველა შეგიძლიათ ესე გამოიყენოთ. ეს იაფიანი, მაგრამ მუშა პლატა, მთავარია, ესე იგი სტაბილიზაცია მუშაობს, ფონები არ დაყვება, იდეალური ხმა აქვს. ასე რომ ვიღაცას გამოადგება ეს ვიდეო, იმედი მაქვს. და რა ვიცი, იცოდეთ თქვენს, რომ ესეთი რაღაცის გაკეთება შეიძლება. ეს მიქსერი უკვე ერთი ნაბიჯის წინ წავიდა. უკეთესი გახდა, უკეთესად გამოვიყენებ. რაღაც ინსტრუმენტების გახმოვანებაზე და ვოკალზე ცოტა რევერს დავამატებ, ხმას შეავსებს, გახდება უფრო მრავალფეროვანი, ისე უბრალო არ იქნება, ეფექტის გარეშე მაინც უბრალოა ხმა და ასე რომ წარმატებით ჩადგა და დაყენთა. აბა თქვენცით ლაიქს დაარტყით, უყურეთ საინტერესო ვიდეოები გელით და მომავალ შეხვედრამდე.